გატარდეს პოლიციის ახალი რეფორმა სამი არასამთავრობო ორგანიზაცია შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს მიმართავს. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი და ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებენ, რომ სასწრაფოდ შეიმუშაოს და მიიღოს პოლიციის ახალი რეფორმა. მოახდინოს შიდა პოლიციური წესების, ასევე რეგულაციების გასაჯაროება და გააუმჯობესოს მოქალაქეთა მიერ პოლიციის მხრიდან ჩადენილი გადაცდომებისა და დანაშაულების გასაჩივრების მექანიზმები. არასამთავრობოები აპირებენ, რომ ყველა ინიციატივა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე წარდგენილ ღარიბაშვილს უახლოეს დღეებში წერილობით მიმართონ. უძველესი საბჭოთა პოლიციის კანონმდებლობა. თუ კი მართლაც ქვეყანა შეიცვალა და დღევანდელი ხელისუფლება მოწოდებული არის, რომ დაიცვას დემოკრატიული სტანდარტები და ააშენოს სამართლიანი ქვეყანა, პირველი რაც უნდა გაკეთდეს პოლიციის რეფორმა. კანონმდებლობა უნდა იცოდეს არა მარტო პოლიციებმა, მოქალაქემაც უნდა იცოდეს რა არის პოლიციის უფლებები და მოვალეობები, რომ მოხდეს ისე ვთქვათ ბალანსი და კონტროლი პოლიციის. ჩვენ უნდა შევცვალოთ ძირეულად პოლიცია, უნდა მოხდეს დეპოლიტიზება პოლიციის. დეპოლიტიზება პოლიციის არ ნიშნავს, რომ თქვათ გაკეთდეს ხმამაღალი განცხადება, რომ ჩვენ ვაპირებთ პოლიციის დეპოლიტიზებას. ამას უნდა მოყვეს გმედითი ზომები. კერძოდ უნდა შეიქმნას პოლიციის წინააღმდეგ გასაჩივრების ეფექტური მექანიზმი და ეს უნდა განიხილოს ცალკე სტრუქტურამ.